დეიტის ძმები დააკავეს და ვიცი რომ არ დაიჯერებ, მაგრამ ბრალდებები ასეთია. გულისხმობ, ვინ იფიქრებდა, რომ ენდრიუ და ტრისთან დეიტებს მაიამიში ბრალდებები დააკავებდნენ, როცა მათ თავი წარმოაჩინეს და დაამტკიცეს, რომ ჩვენი საზოგადოების მართლაც შესანიშნავი წევრები არიან. და გოგო, საქმეები მათთვის კარგად არ გამოიყურება. აი, ვიდეო კადრები, სადაც ისინი რეალურად დააკავეს, რაც გულწრფელად რო თქვა, საკმაოდ გასართობია. შეხედეთ ამას ერთი წამით. დააკვირდით, როგორც ცდილობს ენდრიუ, რომელსაც ტელეფონი უჭირავს, გაარკვიოს, როგორ გადასცეს ის თავის დაცვას. ხედავთ ამას? ის ცდილობს, მაგრამ არ გამოუვიდა მას. ვერ მოახერხა ამის გაკეთება. ეს ის არის. ღმერთო ჩემო, რასაცვია. რა თქმა უნდა, ინტერნეტი ამ სამოს სასაცილოდ აქცევს და არ ვიცი ეს ტრისტანია თუ არა, მაგრამ ცოტა მართლმადიდებელი ვით გამოიყურება. დაკავება მაიამიში, ფლორიდაში, კერძო ღონისძიების გარეთ მოხდა, სადაც მათ მისვლა შეძლეს, რადგან თუ გახსოვთ ისინი რუმინეთში შინაპატიმრობაში იყვნენ, შემდეგ გაათავისუფლეს, კერძო თვითმფრინავით ამერიკაში გაფრინდნენ. არ ვიცი, რამდენი ხანია ისინი შტატებში არიან, მაგრამ ჩანს, რომ დიდი ბრიტანეთი სულ უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას იღებს სტეიტების წინააღმდეგ არსებული საკმაოდ მამხილებელი ფაქტების შესახებ. და რა თქმა უნდა, საჭიროა ექსტრადიციის პროცესი, მაგრამ ამჟამად ბრიტანელმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ახალი ბრალდებები ეხება სავარაუდო დანაშაულებს, რომლებიც 2010-დან 2017 წლამდე მოხდა. დამატებით 7 ბრალდება სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ტრაფიკინგის ორგანიზებასა და ხელშეწყობაში. 3 ბრალდება ძალადობაში და 19 ბრალდება ბავშვის უხამს გამოსახულებებთან და ექსტრემალურ პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დანაშაულებში. არ არის ძალიან კარგი. ეხლა საინტერესოა, რომ მათი ექსტრადიციისთვის ძირითადად მარკო რუბიოს დასჭირდება ამის დამტკიცება. მაგრამ ამ დროისთვის უმეტეს შემთხვევაში ექსტრადიცია უკვე დამტკიცებულია. მოდით ნახოთ იქ რამე მოხდება თუ არა. მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა დეიტები ამბობენ, არა, ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, რას ლაპარაკობთ საერთოდ, ბლა ბლა ბლა, ისინი ტვიტერზეც კი წერენ. კარგი. ენდრიუ თეიტი ამ თუთასაც კი ტვიტავს, ხო ესეა? დიდი ბრიტანეთი შეიძლება ეცადოს, მაგრამ რეალურად ვერ ამიკრძალავს ტვიტვას. და აქ ის აქვეყნებს ვიდეოს იმის შესახებ, თუ როგორ არის ბრიტანეთის მთავრობა ყველაზე კორუმპირებული დედამიწაზე. 27 ივნისიდან, მაშინ როცა ეს ამბავი, არ ვიცი, მაშინ დაიწყო თუ არა, მაგრამ როცა ინტერნეტში გავრცელება დაიწყო, რომ მთავრობა მის წინააღმდეგ მოქმედებს. ეხლა ამას ვიტყვი. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ძალიან პრობლემურია და უბრალოდ უყვარს ადამიანების დაპატიმრება იმის გამო, რომ რაღაცას ამბობენ და სერიოზულ დანაშაულებს იგონებს ყველგან, რათა ხალხი გააჩუმოს და არ გააკრიტიკონ. შეიძლება აქაც სწორედ ეს ხდება. მაგრამ პირადად მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ბრიტანეთის მთავრობა წარმოუდგენლად კორუმპირებულია და იქაური პოლიცია ძალიან არაკომპეტენტურია თავის საქმეში. ასე ვფიქრობ, რომ დეიტის ძმებთან დაკავშირებით რაღაც არის, ამას შეიძლება ინტუიცია დავარქვა, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ვიცი მათ შესახებ. მგონია, რომ მათი ქცევა შეიძლება უბრალოდ ძალიან დახვეწილი არ იყოს, ხო გესმის? შეიძლება სიმართლე იყოს იმაში, რომ კაცები, რომლებიც ესეთ რაღაცებს ამბობენ ინტერნეტში, რეალურად არ იქცევიან სწორად ქალებისა და ახალგაზრდების მიმართ. ვიცი, რა უცნაური აზრია, როცა ხედავ, რამდენი რამე შემოუტანიათ დეიტის ძმებს ჩვენ საზოგადოებაში, რამდენი სიბრძნე აქვთ ჩვენთვის გადასაცემი. ეს კაცები ნამდვილად განასახიერებენ იმას, რას ნიშნავს იყო ადამიანი, რომელიც ქალებს პატივს სცემს. მაგრამ ნუ იდარდებ, არ გჭირდება ჩემი სიტყვების დაჯერება იმის შესახებ, რამდენად სცემენ ისინი ქალებს პატივს. მოდით უბრალოდ მოусმინოთ, რას ამბობენ ეს ადამიანები. სხვათა შორის, ის ტანსაცმელი, რაც აცვიათ, ინტერნეტში ძალიან აკრიტიკებენ. შეხედეთ ამას. და ეს ასდიდანაა. მათთვის, ვინც არ იცის, ეს დაახლოებით ინგლისური Walmart-ია. საერთოდ არ არის კარგი სტილი. საერთოდ არ გიხდება ენდრიუ, საერთოდ არ გიხდება. სხვათა შორის, ჭორები მსმენია, თუმცა არ ვიცი მართალია თუ არა. ამბობენ, რომ ის აღარ არის ისლამისტი და ამას საჯაროდ არ ამბობს, რადგან იცის რა შეიძლება მოყვეს ამას, მაგრამ თითქოს აზრს იცვლის ისლამის შესახებ, რაც პირადად მე მიხარია. მაგრამ ენდრიუ თეიტი კარგი ადამიანი არ არის, მეგობრებო. მოდით ეს ძალიან ნათლად ვთქვათ. და მოდით ვისაუბროთ რამდენიმე ამბავზე, რომლებიც შეიძლება გარკვეულ სანდოობას აძლევდეს იმას, რასაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აკეთებს. იმის მიუხედავად, რომ ტეიტები ამას უარყოფენ, რა თქმა უნდა. გულისხმობ, შეგვიძლია დავიწყოთ ამ შესანიშნავი მარგალიტით ნათან ლივინგსტონის Milk Bar TV-დან. ყველამ უნდა გამოიწეროთ ის. შესანიშნავ საქმეს აკეთებს. მართლა შესანიშნავია. მართლა შესანიშნავია. სუდი ადამიანი ვარ. იმიტომ რომ რაც უფრო არ მოგწონდა, მით უფრო მომწონდა მე. მიყვარდა როგორ გეზიზრებოდა ეს. ეს აღმაგზნებდა. რატომ ვარ ესეთი? რატომ? სექსის დროს ხელი ხელზე მომიჭირა და ისე დამახჩარა, გონება დავკარგე. მაგრამ ის მაინც აგრძელებდა სექსს ჩემთან, როცა მე თითქოს ტრიგერული გაფრთხილება არ გამიკეთებია, მაგრამ თუ ისედაც ნათელი არ არის, ეს ტრიგერული გაფრთხილებაა. თითქოს ისევ გონს მოვედი. მე ამ პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე საშიში კაცი ვარ. ზოგჯერ გავიწყდება, რამდენად გაგიმართლა, რომ ჩემთან სექსი გქონდა. გირჩევნია დაგიჭირო და გაგაკეთებინო ის, რაც არ მოგწონს, თუ გირჩევნია, რომ ეს არ მოგწონდეს. ვფიქრობდი, რომ რაც მინდა, იმას გავაკეთებ შენთან.
გულისხმობ. ნახე, ზოგ ადამიანს უცნაური სექსუალური სურვილები აქვს. ამას არ უარყოფ. თუ ძალაუფლების თამაშები მოგტონს, ანუ ბლეხ, მაგრამ შენი საქმეა. თუმცა შესაძლებელია თუ არა, რომ კაცი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდეს. ქალებთან ასე ლაპარაკობდა. რაც ჩანაწერებსა და ტექსტურ მიმოწერაშიცაა დადასტურებული და შეიძლება ყოველთვის ვერ არჩევდა სექსუალური ქთევის მკაფიო საზღვრებს. გულისხმობ, შეიძლება ინტუიცია, მაგრამ იქნებ ბრიტანეთის პოლიციას რაღაცა აქვს. აი ეს არის. მე ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ვარ ამ პლანეტაზე. და შემდეგ დღეს ჩემი თვალის თეთრი ნაწილი. საკმარისად ჭკვიანი არ ხარ, რომ ბრიტანეთის პოლიციას არ დაეჭირე. ხომ ასეა ძვირფასო? სრულიად გაწითლდა. როგორც ჩანს, ეს საკმაოდ ხშირია ოჯახური ძალადობის შემთხვევებში, როცა ტვინში ჟანგბადის ნაკლებობაა. ამიტომ სისხლძარღვები იწყებენ გასკდომას, თითქოს ცდილობენ ჟანგბადი მიიტანონ იქ. მართლა ესე გეწინა? ცოტა დაგახჩე, გონება არ დაგიკარგავს. მაგრამ ის ისევ იმეორებდა. არ არის კარგი. არ არის კარგი. არ არის კარგი. არ არის კარგი. არგი. გეტყვი, ეს კარგი არ არის. თუ შენ ხარ, თუ შენს წინააღმდეგ ბრალდებებია გაუპატიურებაში და ეს დაწერე, ეს კარგი არ არის. შენ ჩემი ხარ, შენ მე მეკუთვნი. მაგალითად მე მუქრები რომ მომკლავ. კარგი, კარგი. აი პოლიციისგან მიღებული განმარტება. ბლა ბლა ბლა. იცი, 24-ში CPS-მა ენდრიუ თეიტის წინააღმდეგ 21 ბრალდება დაამტკიცა. არ მაინტერესებს ბრიტანელი პოლიციელი ქალების მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრად უფრო საინტერესო მტკიცებულებები არსებობს. და რა თქმა უნდა, კანდეიზ ოუენსი ძალიან უყვარს ენდრიუ თეიტი, რაც პირდაპირ გეუბნება ყველაფერს, რაც უნდა იცოდე. აქვე ვარ მაიამიში. აქვე ვარ მაიამიში. აგირა, ეს ვიდეო კიდევ ერთხელ დახსენებს, რატომ არ არიან ეს ადამიანები ისეთ ჭკვიანები, როგორც გონიათ. ანუ, შეხედე ამას. დამარცხი, დამაკავე, დაიოკ ეგ ენთუზიაზმი. გამხადე ახალი ამბების ნაწილი. უთხარი ყველას, რომ ადამიანებით მოვაჭრე ვარ. გონია არ ვარ გამოცდილი, გონია მზად არ ვარ. მე ამაში საზღვაო სპეცრაზმელი ვიტვარ. შეგიძლია მოხვიდე და წამიყვანო. დამინგრიე სახლი, წამართვინი ვთები. გონია მტკიცებულებებით სავსე ტელეფონთან ერთად ვიძინებ. გონია ყოველ ღამე ჩემი ტელეფონიდან ყველაფერს არ ვშლი. გონია სულელი ვარ. მოხვედით და წამიყვანეთ, დამაკავეთ. საინტერესოა. ანუ ის ამბობს, ხო, მე მტკიცებულებები ტელეფონიდან მოვაშორე, მაგრამ ყველამ ნახეთ, როგორც ცდილობდა ტელეფონის მტკიცებულებიდან ამოღებას. კარგი, მოდი ცოტა მოვისმინოთ არა ტეიტისგან, მაგრამ არც კენდასისგან. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს მომეპოვებინა. მაგრამ იმ ხალისგან, რომელიც ფიქრობთ, რომ ალბათ რაღაც კავშირი აქვს ამ ისტორიასთან, ჰეი, მთელი ჩემი ცხოვრება მე სექსს ვიყენებდი როგორც იარავს, რომ ქალებს შევყარებოდი, რომ დამემორჩილებინათ და ჩემს სახლში ეცხოვრათ და ფური მოეტანათ ჩემთვის. ეს მინდოდა, ასე რომ ამ ხრივ მე სუტენიორი ვიყავი. კიკბოქსერი, პლეიბოი, სუტენიორი. ამ წოდებებით კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით, მაგრამ ჩემი ფულის უმეტესობა ბრძოლაში არ მიშოვია. ჩემი ფული სინამდვილეში პიმპის საქმეში ვიშოვე. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, სუტენიორობა რას ნიშნავს. ეს არის ექსპლუატაცია. ბიჭო. ან ტიპი ბედნიერია, რომ აღიარებს, სუტენიორია. და აი, ერთ-ერთი ისტორია, რომელშიც თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი არიან დამნაშავეები. გოგო, რომლითაც იწყებ. ყველაზე მნიშვნელოვანი გოგოა. ჩემი პირველი გოგო ისეთი კარგი იყო, ყველაფერი მარტივი იყო. ასე რომ ვივიანი აქ არის. თუ ამ არხზე ახალი ხარ, მე ვებკამ მოდელი ვარ და ვებკამ მოდელად მუშაობა ისაა, რასაც ვაკეთებ. ესე დაიწყო ყველაფერი. მე ვივიანი სლოვაკეთში გავიცანი. მე სლოვაკეთიდან ვარ. ჩვენ გრძელვადიანი ურთიერთობა გქონდა. მე ინგლისში ცხოვრობდი. ის ინგლისში გადავიყვანე, რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო და ჩემი ვებსაიტის გაკეთება დაგვიწყო. სხვათა შორის, ჩვენ ჯერ მისი პასუხი არ გვინახავს. ბიჭო. კამპანიები სულიად შეყვარებული იყო ჩემზე. მას ჩემთან შვილები უნდა და ყველაფერი და ჩვენ შევხვდით და შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ შეყვარებულები ვართ. მე წლები და წლები ანდრიუსთან ერთად ვცხოვრობდი. ვივიანი უკვე 6 წელია ჩემთანაა. ანუ ის ვივიანთან 6 წელია, ხო ასეა? ანუ დაახლოებით 21-ის. ვივიანი 21 წლისაა. და ამ ეტაპზე ვივიანი უკვე 6 წელია მისი შეყვარებული. ვივიანი უმცროსია. ვივიანი უმცროსია. თუ ვერ ითვლი, ჩვენ დაგეხმარებით. ეს ნიშნავს, რომ ისინი შეხვდნენ, როცა ის 15 წლის იყო. დიახ, ვა. ქალი ვისთანაც ის იყო. ეს უბრალოდ სექსუალური სათამაშო იყო. თანხმობით. გონია ეს აჩვენებს, რამდენად უამაზი ხარ. და შემდეგ უნდა აჩვენოს მათ რამდენად შესანიშნავი ხარ. შეხედე კამერას, აჩვენე მათ რამდენად ლამაზი ხარ. აჩვენე კამერას შენი ტატუ. მაგრამ მიყვარს, როცა ენდრიუს აჯდომზე მიირთხამს. მე, თქვით, რატომ წერია ასე? იმიტომ რომ მე მეძავი ვარ. შენ. შენ ჩემი სამყარო ხარ. უკვე 4 წელია ვებკამით მუშაობ. შემდეგი წელი მე-5 იქნება. და ამჟამად ბუქარესტში, რუმინეთში ვცხოვრობ. პოლიციამ ანდრიუ თეიტის სახლი რუმინეთში დაარბია, მიმდინარეობს ბრალდებების გამოძიება. ეს ამბობს ადამიანი, რომელიც წლებია მასთან ერთად ცხოვრობს. ის არ არის.
ყავს ჩემი მთავარი ქალი, ჩემი ყველაზე სანდო ქალი, ვივიენი. ინგლისში გადავიყვანე, რომ ჩემთან ყოფილიყო და ეწყო მუშაობა ჩემს webcam კომპანიაში, რომელიც მე დავიწყე. თუ webcam კომპანია არ გაქვს, უნდა დაფიქრდე ამაზე. რადგან როგორც კი რამდენიმე გოგოს შეუყვარდები, ეს არის ყველაზე მარტივი ფული მსოფლიოში. არა, ამას უკან ვირებ. ეს არ არის მარტივი ფული. უნდა ააწყო ეს საქმე. მაგრამ როცა გოგოები უკვე ყავს და ყველაფერი აწყობილია, მე ეს უკვე უფასო ფულია. კარგი. ანუ ვგულისხმობ მე მოსამართლე არ ვარ, მაგრამ ხოდ მისი სიტყვებიდან გაუნდინარე ამას ვიტყოდი. შეიძლება აქ რაიმე მტკიცებულება იყოს, რაც მიუთითებს, რომ ეს უბრალოდ მის წინააღმდეგ მოწყობილი თავდასხმა არ არის. არამედ როგორც ჩანს, რაღაც სიმართლეზეა დაფუძნებული. გულისხმობ იმას, რომ ის აქ არის და ამბობს, ყველაფერს გავარკვევ, რაც ხდება. უბრალოდ თავად მოусმინეთ. შეგახსენებთ, რომ ეს თვითონ გააზიარა 27 ივნისს. მოდით განმარტავ იმ ამბავს, რასაც თქვენს ქრონიკაში ხედავთ. ბრიტანეთის სახელმწიფომ დამადანაშაულა დანაშაულში. მათ თქვენს, რომ 15 წლის წინ რაღაც ისეთი გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა და დამასახელეს კრიმინალად. მაგრამ არ მეუბნებიან ვის წინააღმდეგ. არ მეუბნებიან სად მოხდა ეს. არ მეუბნებიან როდის მოხდა. უბრალოდ მითხრეს, 15 წლის წინ დანაშაული ჩაიდინეო. და მე ვკითხე, კარგი, ვის წინააღმდეგ? არ გეტყვით. თუ Twitter-ზე დაწერ, რატო უნდა დავწერო Twitter-ზე? რას ამბობ? მითხარი, ვის წინააღმდეგ ჩავიდინე ეს დანაშაული, რომ თავი დავიცვა? არა. არ მოგცემ საშუალებას თავი დაიცვა. დანაშაულში ხარ ბრალდებული. დანაშაულში ხარ დადანაშაულებული. არ გეტყვით ვის წინააღმდეგ. და უთხარი, კარგი, მაშინ როგორ შევადგინო ჩემი დაცვა? და მათ მითხრეს, თუ ინგლისში ჩამოხვალ გეტყვით. უთხარი, რა თქმა უნდა, ჩამოვალ ინგლისში, პრობლემა არ არის. მხოლოდ ერთი რამ მინდა ვიცოდე. შეგიძლიათ დამიდასტუროთ, რომ წინასწარ პატიმრობაში არ ჩამსვამენ? მათ მითხრეს, არა, ამას ვერ დაგიდასტურებთ. თუ ინგლისში ჩამოხვალ. არის დიდი შანსი, რომ ბელმაშის ციხეში წაგიყვანენ და წლების განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იქნები სასამართლომდე. და მე ვამბობ, ანუ თქვენ დანაშაულში მადაშანაშაულებთ. ორდერი გაქვთ გაცემული. არ მეუბნებით, ვის წინააღმდეგ ჩაიდინეს ეს დანაშაული. ან საერთოდ არსებობს თუ არა ასეთი ადამიანი. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ. ენდრიუ, თუ დახმარება გჭირდება, უბრალოდ მოусმინა შენს ჩანაცარებს. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ. არაფრის. არ გჭირდება ინგლისში გაფრენა. შეგიძლია უბრალოდ უყურო ამ არხს. იმიტომ რომ ისინი არ არსებობენ, ეს მსხვერპლები გამოგონილია, სრულიად გამოგონილი. მათ ხავთ ადამიანები, რომლების ანონიმურობას ამოფარებულები უბრალოდ თავს მესხმიან. ითხოვენ მილიონობით ევროს, მილიონობით დოლარს რაღაცებისთვის, რაც 2009 წელს მოხდა. არავინ მეუბნება რა არის ეს რაღაცები, არავინ მეუბნება ვინ არიან ეს ადამიანები. არავინ მეუბნება როდის მოხდა ეს, სად მოხდა, არაფერი და ამბობენ რომ თუ ციხეში წავალ, მერე მეტყვიან. კარგი, ზოგადად უნდა ვთქვა, რომ პრობლემა მაქვს იმ ისტორიებთან, რომლებიც მრავალი წლის წინ მოხდა და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ სიტყვა სიტყვის წინააღმდეგ, რაც არასდროს არის კარგი გზა, რომ რამე გაარკვიო. და თუნდაც ისტორია საშინელი იყოს, თუ მტკიცებულება არ არსებობს, როგორ უნდა გაარკვიო ეს? ეს ძალიან რთული და ჩახვართული პრობლემაა სექსუალური ძალადობის ისტორიებში. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მაშინ ამაზე ლაპარაკი საერთოდ მიუღებლად ითვლებოდა. ეხლა არსებობს ძალიან ბევრი ინფორმაცია და განათლება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინოს შეტყობინება. და მაშინაც კი უმეტესობა მაინც არ ახდენს შეტყობინებას. მაგრამ მაშინ ადამიანებს უბრალოდ უწევდათ ამის მიღება და ჩუმად ტანჯვა. ამიტომაც მესმის, როგორ შეიძლება კაცს, რომელიც ძალაუფლების პოზიციაშია, არ დააფასოს ის ფაქტი, რომ უბრალოდ ეუბნებიან, აი, გვაქვს ბრალდებები, მაგრამ ვერ გეტყვით რა იყო, ვინ იყო, ან როდის მოხდა. როგორ უნდა დაიცვა თავი ასეთ შემთხვევაში? განსაკუთრებით მაშინ, როცა ყავს ხალხის ჯგუფი, რომელიც ცდილობს ენდრიუს დამხობას. და ასე მოახერხეს, რომ დაარწმუნეს რამდენიმე ადამიანი გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ რაღაც შეემთხვათ. მაგრამ თუ რეალური პასუხისგებლობა არ არის საჭირო, ეს ცოტა პრობლემურია. აი, ერთამეში ვეთანხმები ენდრიუს, მაგრამ ალბათ სულ ეს არის. უნდა გავფრინდე ინგლისში და თავი ციხეში ჩავაგდო. და ვიცი გაინტერესებთ რატო არის რომ როცა ბრიტანეთი ინგრევა არ აინტერესებს ბავშვების გარკვნის ბანდები, არ აინტერესებს დაჭრები, არ აინტერესებს ქუჩაში ნარკოტიკები, არ აინტერესებს ნამდვილი დანაშაული. რატო ლაპარაკობენ სულ ენდრიუ დეიტზე? ეს იმიტომ რომ მე ვამჟღავნებ ქვეყნის პრობლემებს. მათ არ უნდათ პრობლემების მოგვარება, მათ უნდათ მომიშორონ, რადგან პრობლემებზე ვლაპარაკობ. მე ამას არ ვეტინააღმდეგები. დიდი ბრიტანეთის მთავრობას ნამდვილად უნდა მოიშოროს ყველა, ვინც მათ პრობლემებზე ლაპარაკობს. ხო, ეს აშკარაა, ეს მარტივია. უბრალოდ მე ასე ვფიქრობ, რომ ენდრიუ თეიტი შეიძლება უბრალოდ ცოტა პრობლემური ფიგურა იყოს. გულისხმობ, კიდევ ერთხელ არ არის აუცილებელი ჩემს სიტყვას ენდოთ და არც ამ ყოლაფის მოსმენა გჭირდებათ, სადაც ის გაუჩერებლად ლაპარაკობს. ის ფაქტი, რომ კენდას ოუენსი მას ძალიან უყვარს და მეგობრობს მასთან, ჩემი გამოცდილებით ასევე პატარა მინიშნებაა, რომ ეს კაცი პრობლემურია. უბრალოდ ოდნავ. მაგრამ გახსოვდეთ, ის ამაყობს იმით, რომ თავის თავს სუტენიორს უწოდებს, ხომ ასეა? როგორ გავიცანი გოგოები? როგორ მოვაწონე თავი გოგოებს? როგორ შევაყარე თავი გოგოებს, რომ ჩემთვის ვებკამერაზე ემუშავათ? თუ ფაემანზე ხარ და ცდილობ ეს ახსენო და რაღაცები უბრალოდ არ მუშაობს, ეს მათ აფრთობს. მე ამას არასდროს გავაკეთებდი. ეს საზიზღრობაა. მე მეძავი არ ვარ, უბრალოდ არ გამოვა.
აგძელებ ჩვეულებრივად, ვებკამერაზე საუბარს არ ახსენებ, როცა გოგოებს მიხავხარ. ვინც არის ხო ამაში ჩართული? სხვათა შორის, ამას გრუმინგი ქვია, ხო? თუ აპირებ გოგოს უთხრა რამე ისეთი, რაც შეიძლება მისთვის შეუფერებელი ან არასასიამოვნო იყოს და შენი სტრატეგია დაელოდო, სანამ ისე ჩაეფლობა ამაში, რომ აღარაფერს იტყვის. ეს გრუმინგია. შენ იცი ვებკამზე როგორ უნდა იმუშაო ეფექტურად. გოგოები, ვისაც ვებკამზე ადრე არასდროს უმუშავიათ, ვისაც არ ქონდათ აპარატურა, არ იცოდნენ როგორ, არ ქონდათ სურვილი, არ ქონდათ ადგილი, არ ქონდათ შესაძლებლობა ამ გაცვლით ფული ეშოვათ. მე შევქმენი სისტემა, რომელმაც საშუალება მონცა გოგოები დამერწმუნებინა ამის გაკეთებაში და მათი შემოსავლის 100%-ზე სრული კონტროლი მქონოდა. იცკებ გოგოსთან ერთად, ჩამოტვირთავ OnlyFans შენს ტელეფონზე, იღებ მისი პირადობის მოწმობის ფოტოებს, იწერ მის სახელს, ყველაფერს რაც საჭიროა ანგარიშის დასადასტურებლად. ადასტურებ ანგარიშს შენს ტელეფონზე და აკონტროლებ ანგარიშს. ასე რომ, ახლა შენ მართავ მის OnlyFans. მე ვისწავლე ყველა ხრიკი და რჩევა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ გოგომ ფული მიიღოს. სვიცი როგორ დავრწმუნდე, რომ გოგო ვერ გაიქცევა და რა თქმა უნდა, ისინი გარეთ არ გადიან. მათ გარეთ გასვლა არ შეუძლიათ. შენ სახში რჩები. იმიტომ რომ როგორც კი გოგოს ასწავლე ამას, მას უკვე შეუძლია უსაზღრო ფულის შოვნა სახლიდან. რატომ უნდა მოგცეს ეს ფული შენ? რატომ არ უნდა გაიქცეს და ყველაფერი თავისთვის დაიტოვოს? მე კარში რომ შემოვედი, შენ იცოდი რომ მაგრად გცემდი. რო კარგად მოგცეულიყავი, ხომ არ მომიწევდა შენი ცემა, არა? არა, გაეთრიე. ვერ დარჩები იქ სამუდამოდ. დაარტყი მანქანას, მერე სახეში დაარტყი და ყელზე ხელი მოკიდე. აბა რა ხდება ძუკნა? მისი საცულები სველდება. კარგი. going down თავი. გჭირდება კიდევ მეტი მტკიცებულება, რომ იქნებ რაღაც საფუძველი აქვს იმას, რაც ახლა ტეიტის ძმებთან ხდება. არ ვიცი გჭირდება თუ არა, მაგრამ თუ გჭირდება, შეიძლება პრობლემა უფრო შენში იყოს, ვიდრე იმაში, რაც აქ წარმოვადგინეთ. ყოველ შემთხვევაში, მადლობა ყურადღებისთვის.